Დიდუბეში ოკრიბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებშიც არიან მძღოლები შეკრებილები, რომლებიც პროტესტებენ და აქციას მართავენ. ეს ადამიანები არიან უფრო კონკრეტულად თბილისი, გორი, თბილისის მიმართულებით მოძრავი საქალაქთა შორისო ეგრეთ წოდებული მინივენების მძღოლები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ პროტესტის ამ ფორმისთვის მიემართათ მას შემდეგ, რაც სახმელეთო სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლებმა ამ ადამიანების დაჯარიმება დაიწყეს. აქ შეკრებილი მძღოლების უმეტესობას უკვე აქვს 1000 ლარიანი ჯარიმა მხოლოდ იმის გამო გამოწერილი, რომ ეს ადამიანები მოქალაქეებს, მგზავრები გადაჰყავდათ თბილისიდან გორის ან გორიდან თბილისის მიმართულებით, თუმცა როგორც მათ განუმარტეს, ამ ადამიანებს არ აქვს ზუსტი პასუხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ დაუწერეს ამ რაოდენობის ჯარიმა და გახსნა განმარტებების მიხედვით, თუ ვიხელმძღვანელებთ და ვიმსჯელებთ, ამ ადამიანებს უკრძალავენ მგზავრების გადაყვანას, თუმცა არ ეუბნებიან იმას, რა უნდა გააკეთონ შემდეგში, როგორ უნდა მოიქცენ. არა და ეს ადამიანები, როგორც ყვებიან, უკვე 15 წელია, რაც ამ ტერიტორიაზე თვით დასაქმებულები არიან და ამით შეუვლობენ ლუკბაპურს საკუთარი შულებისთვის, მცირეწლოვანი შულებისთვის და ოჯახის წევრებისთვის და მათთვის გაურკვეველია, რატომ გახდა ახლა მაგალითად მათი ამ ტერიტორიიდან გაძევება აუცილებელი, თუ აქამდე 15 წლის განმავლობაში ეს პრობლემა არ იყო. შესაბამისად, ამ ადამიანებს არიან ბევრი კითხვის ნიშანი უჩნდებათ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და არ გამორიცხავენ იმასაც, რომ შეიძლება აქ კონკრეტული პირების ინტერესები იყოს და სწორედ ამიტომ უნდათ მძღოლების ოკრიბის მიმდებარე ტერიტორიიდან ეგრეთ წოდებული მინივენის მძღოლების ამ ტერიტორიიდან გაშვება. მე 17 წელიწადია დაიწყო აქა მუშაობთ. ოჯახს ვინახავთ და გვავიწროვებენ, წერენ ჯარიმებს, 1000 ლარიან ჯარიმებს გვიწერენ. და რისა არის ესა, რის საფუძველზე იწერება, არავინ არ იცის. აგერ რომ მგზავრები გველოდებიან, ხოცოდონი არიან, სიცივეში არიან მგზავრები და გადაყვანა უნდათ. ვეუბნებით, ვერ წავალთ, იმიტომ რომ 1000 ლარიან ჯარიმას გვიწერენ. მოვლენ, უცბად დააძრებენ საბუთებს, ურეკავენ საბადრო პოლიციას და გვიწერს ჯარიმას, 1000 ლარიან ჯარიმას. 1000 ლარზე რომ იმუშაო, შეიძლება თერთვეს ვერ მოგო, ერთ რეისს ვაკეთებთ, ნუ პურის ფული წავიღოთ. წადით, სად წავიდენ? მოგცე რაღაცა სამსახური და გვაკმაყოფილონ არ პატარა რაღაც ადგილი მოგცე 5-6 მანქანა რომ დადგეს. 15 წელია აქ მუშაობთ, რა ვიცი, აი ესე დავიწყეთ ნოლიდან. ჩვენ თვითონვე ვართ დასაქმებულები, არც არავის არაფერზე არ ვაწუხებთ, არც წყალზე, არც პურზე, არც არაფერი. რა ვიცი, ეს ერთი ლუკმა შეგვარგო, რა ვიცი, რას ვაშავებთ გან ეგეთი ცუდს არაფერს ვაკეთებთ. მგზავრები ყავ, ყველანი კმაყოფილები არიან, მარტო ჩვენ კი არა ვართ ეხლა ეს ხალხი კი არ არის, ჩვენს უკან რა ვიცი, ერთი 80-100 მძღოლია მარტო გორის ამბავში და რა ვიცი, დანარჩენები ქუთაისები არიან, ყაზბეგები არიან, ბათუმები არიან. დამაჯარიმეს მაქსიმალ ავდექტე გადავიხადეთ ახლა და გადავიხადე ისევ ამ ხალხთან ერთად დამეხმარებით. იკრძალავენ ხალხის გადაყვანას. აკრძალავენ სახმელეთო სამსახური. ეგრე ვიხსნიან ჩვენ, მაგრამ ისეც არაფერს არ ახსნიან, რომ ჩვენც კარგად გავერკვეთ და ეგ 1000 ლარიან ჯარიმებით ისეთი არაფერი 10 ლარი ხო არ არის, რა ოჯახს აკლებ. ისეთი ამბობენ, განცხადება დაწერეთ ეს და სადგურის უფროსი ამბობს, რადგან განცხადება და აზრი არა აქვს. მინივენი აღარ უნდა იყოს, ალბათ თავიანთი მანქანები უნდა, თავიანთი ავტობუსები უნდა და არ ვიცი რა. შესაბამისად, აქ შეკრებილი აქციის მონაწილეები მძღოლები მოითხოვენ, რომ მათთვის მკაფიოდ იყოს განმარტებული, რატომ არ შეიძლება ამ ტერიტორიაზე მათი სატრანსპორტო საშუალებების განთავსება და რატომ უკრძალავენ მგზავრების გადაყვანას სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით. ან თუ მაგალითად ეს იქნება აკრძალული, მაშინ ეს ადამიანები მოითხოვენ, რომ სპეციალური სივრცე იქნას მათთვის გამოყოფილი, სადაც ისინი გააგრძელებენ მუშაობას იმისთვის, რომ ერთადერთი შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ.